სანამ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, არ ვიცნობთ როგორ მუშაობს ჩვენი ემოციები, როგორ მუშაობს ჩვენი აზრები, მაგამდე უბრალოდ ინსტინქტური ადამიანები ვართ. ადამიანებიც არ ვართ რა, უბრალოდ ინსტინქტური არსებები ვართ, რომლებიც აბსოლუტურად მართულია საკუთარი აზრებით, ემოციებით, თავი გვაქვს გაიგივებული ამ ემოციურ მდგომარეობასთან და ესე ინსტინქტურად არაცნობიერად ვცხოვრობთ. ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის სექსზე დამოკიდებულება. სექსზე დამოკიდებულება არ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ ვერ ცხოვრობს სექსის გარეშე, ნების გარეშე, დაკმაყოფილების გარეშე, ან უარს ვერ იძახის შემოთავაზებაზე. არა, ეს არ არის დამოკიდებულება. დამოკიდებულება არის, როდესაც თავში ჩდება იმპულსი, გონებაში ჩდება აზრი და ადამიანს არ შეუძლია პაუზის აღება და მაშინვე ეს აზრი უნდა მოიყვანოს მოქმედებაში. აი, როდესაც აზრი პირდაპირ მოკავს მოქმედებაში, იმპულსური გადაწყვეტილებები, აი გვირაბულ ხედველს რასაც ვეძახით, ხო, იმდენად მძაფრად შემოვიდა ის ფიქრი, რომ მაქვს საჭიროება დაკმაყოფილების, ან მაქვს საჭიროება, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია. აი ეს აზრი რომ კითხვის ნიშანს არ ექვემდებარება, გადახედვას არ ექვემდებარება და მაშინვე ქმედებაში მომყავს, აი ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ასევე რა თქმა უნდა გამოწვეული ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან. სექსზე დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს გამუდმებით აქვს სექსუალური ურთიერთობები, ან სექსუალურად აქტიური არის, ან გამუდმებით თვითდაკმაყოფილებას მიმართავს. არ არის აუცილებელი სექსზე დამოკიდებული ერქვას ადამიანს და ის გამუდმებით აქტიური იყოს სექსუალურ ცხოვრებაში. ასევე ადამიანი, რომელსაც არ აქვს სექსუალური ურთიერთობები, ნაწილობრივ აშინებს პარტნიორთან ურთიერთობა, აქვს წარმოდგენები, რომ არ არის ჯანსაღი თვითდაკმაყოფილება ან ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა, ან ნებისმიერი სახით, ნებისმიერი წმენა წარმოდგენისგან გამოწვეული შებოჭილობა და თავშეკავებულობა, რომელიც იწვევს იმას, რომ გავცალკევდი ყველანაირი სექსუალური გამოცდილებისგან, ესეც სექსზე დამოკიდებულება არის.